2050 წელს მოსახლეობის რაოდენობა 9 მილიარდი იქნება. როგორ გამოვკვებოთ უსაფრთხოდ ჯანსაღად და კარგად ისე, რომ ყველას დაბურება შევძლოთ? ორგანული საკვები. მომავლის საკვები. მომავლის სამზარეულოში, როგორც პერუ შეფზარეულები ამბობენ, საკვების სიყვარულის ცეცხლზე მომზადებაა. სიყვარულის გარეშე შეფი ვერ იქნები. და გონივრულად ააგემოვნებ. მომავალში ადამიანები უკეთეს საკვებზე იქნებიან ორიენტირებული და არა მეტ საკვებზე. შეფები კი ჩვენი შუქურები იქნებიან. რა უფრო სასარგებლოა და რა არა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავარჩიოთ. პერუს სახელგანთქმულ შემზარეულებს ჩვენი შთაგონების იმედი აქვთ. პერუ ლაბორატორიისთვისაა. მისი აღმოჩენები შეგიძლიათ მსოფლიოში გაავრცელო. მათ მომავლის საკვებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვთ. ფიქრობთ, როა შევჩერდეთ და წარსულისკენ გავიხედოთ. მაგრამ არიან თუ არა პერუელები შეფები მართლები, როცა გვიმტკიცებენ, რომ წარსულს შეუძლია დაგვანახოს, როგორ გამოვკვებოთ მომავალი. ძველი თუ ახალი. წყნარი ოკეანის სანაპიროზე პერუს დედაქალაქი ლიმა რევოლუციური სამზარეულოს ცენტრი გახდა. ყოველ წელს მეურნეობის ნაირფეროვნების ფესტივალს ათობით 1000 ადამიანი ეწევა. პერუს სამზარეულოს ახლად შეძენილი რეპუტაცია ქორფა ინგრედიენტებს ეფუძნება, რომლებიც ტრადიციული ორგანული ფერმერებისგან მარაგდება. მაგალითად, როგორიც ემილია, ეს იანა სარა, რომელიც იისფერი სიმინდის სასმელისთვის გამოიყენება. ასევე ორსულობისას ანთებების განკურნებას უწყობს ხელს. შეფები ტრადიციული ადგილობრივი წარმოების გამოწვევას იღებენ, რათა მომზადებისას ახალი გზები გამონახონ. ფერმერების მიერ წარმოებული მარცვლეული ჯანსაღ ცხოვრებას უზრუნველყოფს. ეს პერუს რადიკალური შეფების ინგრედიენტებია, რომლებიც წარმოებულ საკვებს და ინტენსიურ ფერმერებს ეჯიბრება. ამ რევოლუციის გურუ გასტონ აკურიო, სოფლიოს 10 შეფზარეულს შორისაა. აშკარაა, რომ საუკუნეების შემდეგ, როგორც იქნა, ქალაქის მზარეულებსა და პერუს ფერმერებს შორის განსხვავებული ხედვა ჩამოყალიბდა. პერუ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სამზარეულო გაუაზრებელი, უსახური თამაში კი არ არის, არამედ ნამდვილ საზოგადოებრივი არაღად ჩამოყალიბდა. მაგრამ შეიძლება თუ არა საკვებისა და სამზარეულოს სოციალური არაღად გამოყენება. ჩვენთვის სახიფათო იქნება მაღალი წარმოების მეურნეობიდან დაბალ, უფრო ეკოლოგიურ მეურნეობაზე სრულად თუ გადავალთ. ჯერ უნდა დავწუნდეთ, რომ საკმარისი საკვების წარმოება შევძლებთ. ამიტომ ვფრთხილობთ და ორივე სისტემით ვაწარმოებთ. ლიმადან 500 კილომეტრი დაშორებულ იაკუჩოს და ანდების მთებს სისხლმსმელი მაოისტური მიამბო ხეები და სასტიკი პოლიციის მოგონებები ჯერ კიდევ შიშს ყვრიან. 30 წლის ქვეყანა ორად გაიხლიჩა. ტერორისტების მოამბეების ან საიდუმლო პოლიციის შიშით სადილობასაც კი ვერ შეძლებდი. მაგრამ დღეს ჯიპებში მსხდომი მამაკაცები ის შეფზარეულები არიან, რომლებიც ფერმერებთან და ხელმძღვანელებთან ელიტ ბერტოსთან შესახვედრად მოდიან. ლიმას უფროსი შეფი ივან კისიჩი შეფებთან და საკვების მომყვან ფერმერებთან ერთად სეირნობს. ეს სოლიდარობის დემონსტრაციაა. დროში მოგზაურობენ, რათა პატივისცენ პაჩამამას, დედამიწას.
მოსავლის აღებისგან მიღებულ განცდას ფერმერებთან ერთად ვიზიარებთ, რითიც პაჩამამას მიმართ პატივისცემას გამოხატავთ. ეს მიწის დაფასებას ნიშნავს და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ. პერუს ყოველი ნაწილის დაფასება. ისინი ნათესების, მდელოების და საწარმოო ფერმების, ბურგერების, გაზიანი სასმელებისა და დაჭრილი პურის სამყაროსგან მოშორებით გავიდნენ. დედამიწისთვის მადლობის გადახდით შეფები და ფერმერები პირობასდებენ, რომ სხვა სახის მომავლის საკვებისთვის და წარმოებისთვის იზრუნებენ. ჟერათ, რომ მდგრადი მომავალი წარსულში იმალება, მთაში, რომელიც ერთ დროს მეურნეობის დასაბამი იყო. პერუს საშუალება აქვს, რომ ქვეყანაში საკვების უკმარისობის პრობლემა გადაჭრას. და არა მხოლოდ საკვების, რადგან ჩვენ საკუთარი ისტორია და კულტურა გვაქვს. ჩვენი ფესვები ათასობით წელს ითვლიან. ახლა მესოპოტამიაში ფქვილს თუ აწარმოებენ, პერუში ამას კარტოფილის მეშვეობით 8000 წლის წინ ვაკეთებდით. წარსულის პატივსაცემად კარტოფილს ცერემონიის ფორმით რგავენ. თუმცა ეს ფერმერები კარტოფილს საკვებადაც და საარსებოდაც იყენებენ. კარტოფილს ბუნებრივად ზრდიან, ყოველგვარი ხელოვნური სასუქებისა და ფუნგიციდების გარეშე. ივანს და დანარჩენ შეფებს ჯერათ, რომ ფერმერობის ძველმა მეთოდმა, ტრადიციულმა ნათესებმა და მცირე ფერმებმა მომავალშიც უნდა იარსებონ. მრავალი წლის განმავლობაში შეფებმა აღმოაჩინეთ, რომ სწორედ ძირითადი მწარმოებლები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ მოვამზადოთ და სუფრაზე საკვები უზრუნველყოთ, ხელმომჭირნედ ცხოვრობენ. ჩვენ ტექნოლოგიის და სამზარეულოს თვალსაზრისით წინ ძალიან სწრაფად მივიწევთ. ფიქრობ, დროა ცოტა ხნით შევჩერდეთ და წარსულში გავიხედოთ. მაგრამ რა გზავნილი აქვს სამყაროსთვის პერუს უძველეს ფერმერულ კულტურას? პერუს გეოგრაფია, მაღალი მთები და მჭიდრო ტყეები, თანამედროვე მეურნეობისთვის მაინც და მაინც არ გამოდგება. ათასწლეულების მანძილზე წვრილი ფერმერები რელიეფის მიხედვით მხოლოდ მცირე წარმოებას ახერხებენ. მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად პერუ მეურნეობისთვის არახელსაყრელია, ძველი პერუელები მიწათმოქმედებას ანდების მწვერვალზეც კი ეწეოდნენ. ამჟამად მთავარი მწარმოებლები ჯერ კიდევ მცირე ფერმერებისგან, მათი სოფლელებისა და ადგილობრივი თემებისგან შედგებიან. თუ 20 წლის წინანდელ პერუს წარმოვიდგენდით, ვიფიქრებდით, რომ არასაიმედო მდგომარეობა იყო. მაგრამ ამჟამინდელი საკვების რევოლუცია ქვეყანას მშვიდობის დამყარებისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის საშუალებას აძლევს. ახლა პერუს ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში მცხოვრებ ხალხს თვითდაჯერებულობისა და თვითდაფასების შეგრძნება გაუჩნდა, რაც 20 წლის წინ არავის ჰქონდა. ლიმადან 200 კილომეტრით ჩრდილოეთით ჰუარაზიის ზეგანია. მარგარიტა ფერმერიცაა და მზარეულიც. ეს კერძი ბალახეულობით და კარტოფილით მზადდება. მომზადება დედისგან ვისწავლე. კარტოფილის თითოეულ სახეობა საკუთარი სუნი და გემო აქვს. მხოლოდ ქალებს შეუძლიათ კარტოფილის სახელები დაიმახსოვრონ. ჩვენს ბაზარში კარტოფილს ერთმანეთში ვცვლით. ასე ამ ძველ ტრადიციას ვინარჩუნებთ. მარგარიტა და მისი მეზობლები კარტოფილის ისეთ ძველ სახეობებს ზრდიან, რომლის შესახებაც ანდებს მიღმა მცხოვრებ ხალხს არც კი მსმენია. უძველესი საკვები და მეურნეობის მეთოდები სრულიად ბუნებრივი რეფორმაა. მაშ რატომ არ შეუძლია ამ მთის ნათესებს პერუში იმპორტირებულ პურს და ცომეულს უფრო მეტად შეეცილონ? ლიმაში არიან ადამიანები, ვისაც ჯერათ რომ შეუძლიათ.
განსაკუთრებით კი პერუს კარტოფილის საერთაშორისო ცენტრში. მარგარიტა აქ დოქტორ მარია სკურასთან შესახვედრად ჩამოვიდა, რომელიც პერუს კარტოფილის მემკვიდრეობის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი. მოდი თქვენ მიერ მოტანილი კარტოფილი ვნახოთ. შეხედეთ რა ლამაზია. ამ კარტოფილს შავი ხარის რქა ჰქვია. ამას პუმას ხელი. ეს შორი ხედვაა. ეს ლამაზი თეთრი კარტოფილია. ეს კი ლამაზი ლურჯი. ძალიან ლამაზია ეს კარტოფილები. ძველი დროის კარტოფილი უფრო რომანტიკულად გამოიყურება, ვიდრე თანამედროვე მარცვლისა და ხორბლის ჰიბრიდი. პერუს საერთაშორისო ცენტრი და კაცობრიობა მადლობას გიხდით, რადგან შეძელი და ეს ძვირფასი კარტოფილი საკვების წყაროთ ყველა ჩვენგანისთვის დღემდე შეინარჩუნეთ. მალაბარი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი რესტორანი. პედრო მიგელ სკიაპინოს დამფუძნებელია. ის პერუს უძველეს კარტოფილის გემოს, ნაირფეროვნების და კვებითი ღირებულებების მიხედვით აფასებს. ძვირფასი ძველი კარტოფილი არა მხოლოდ მუზეუმებში ინახება. ჩიპსე პაპა. ასეთი ჩიპსი და კვერცხი არ გექნებათ ნანახი. რას აკეთებს პედრო მარგარიტას მიერ ანდებიდან ჩამოტანილი მასალით? აბა ვნახოთ რა გვაქვს. შეხედეთ ამ ლამაზ კარტოფილს. კარგია. რამდენიმე წელია ადგილობრივ კარტოფილს ვიყენებთ. 6-7 წლის წინ შემოვიტანე, მაშინ როცა ადგილობრივი კარტოფილი გამოიყენებოდა. პირველად, როგორც სასაჩუქრე კარტოფილი ისე გავიცანი, რადგან მას სპეციფიკური ფორმა, ფერები, სუნი და ვიზუალი, თხელიან სქელიკანი, ტკბილიან მწარეგე მოქონდა. სამომავლოდ საკვების რაოდენობას კი არა. სელექციის პროცესს გავყვებით და უფრო მაღალი კვებითი ღირებულებების მქონე საკვებს ავირჩევთ. წარსულის მივიწყებულ მომავლის საკვებში მხოლოდ კარტოფილი არ შედის. დილის ტალღის სპონსორია კლინიკა ნიუპლაზმა. პირველად საქართველოში ვაკუუმ რეზექციით ძუძუს კვანძების და ფიბროადენომის მოშორება ოპერაციისა და ნარკოზის გარეშე. ლიმას არც ისე მიმზიდველ გარეუბანში ერთი უბრალო კარის მიღმა რადიკალური შეფის ხავიერ ვონგის მიმდევრებს ხვდებით. ხავიერი, რომელიც სახლიდან გაუსვლელად მუშაობს, ლიმას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეფის სახელის მოხოჭით გახდა. ახალი თევზი და ბოსტნეული, არავითარი კარტოფილი, ნაკლები ნახშირწყალი. ხანგრძლივი საუბარი და კერძი, რომელიც მხოლოდ შენთვის არის შექმნილი და მომზადებული. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სიყვარული. სიყვარულის გარეშე შეფი ვერ იქნები. მზარეული პრაგმატული მეოცნებე უნდა იყოს. სამზარეულო შემთხვევაში ამის უფლება ნამდვილად გვაქვს. ჩვენ ანტაგონიზმი არ გვახასიათებს, ამიტომ ყველა შეუძლია ოცნება რეალობად აქციოს. ეს სასიამოვნო გრძნობა, როდესაც შეგზარეული ხარ. ხავიერი ბაზარში ყოველდღიურად მიდის. ის არა მხოლოდ ახალთევს, არამედ უსამართლოდ უარყოფილ ძველ მოსავალსაც ეძებს. ანდებიდან და ამაზონიდან მიღებულ მომავლის საკვებს. ამაზონის საკვების მარაგისია და მრავალი დაავადების განკურნების საწინდარია. ეს პიტუკა, ჩინური კარტოფილი. ზეგანებისა და ჯუნგლების გამყოფ ზოლზე ველური ფორმებით გვხვდება. დიდი ზომის იზრდება და მისი ფქვილი ხორბლის ფქვილზე სასარგებლოა. ამ ფქვილით დამზადებული 1 კილო ცოლმეულის ფასი 10 ამერიკულ ცენტზე მეტი არ ღირს.
ლიმას უფრო თანამედროვე გარეუბანში კიდევ ერთი უსახელო რესტორანია. შეფი პედრო მიგელი მალე ახალ კომპანიას გახსნის სახელად ამაზი, რომელიც ამაზონის პროდუქციას დაეთმობა. ეს უძველესი და მივიწყებული საკვების მომავლის წყაროა. ამაზონის სამზარეულო, რომელსაც 9 ქვეყანა იყოფს, ჯერ საქვეყნო ცნობილი არ არის. ამიტომ ამაზონის პროდუქცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომავლის საკვების წყაროს წარმოადგენს. ლიმაში მსოფლიო კლასის რესტორანში ყველა ვერსადილობს. სახალხო სასადილო ლიმას მრავალი ღარიბული გარეუბნებიდან ერთ-ერთია. აქ მდიდრული სადილი არ არის. ესენი უსახლკარო და შემწეობის პროგრამით მოსული კლიენტები არიან. თუმცა მირანადის წმიანსა და უვარგის საჭმელს არ ჭამენ. ლიმას წამყვანი შეფები ღარიბებსაც ამარაგებენ. აქ მენიუ მარია სანტოსის მიერ არის შედგენილი, რომლის ქალიშვილი ელენა ამ ადგილის უფროსია. სასარგებლო ინგრედიენტებს ელენეც ძველ ისეთ ადგილებში ეძებს, როგორიც ამაზონი და ანდებია. უამრავი პროდუქტია, რომლის შესახებ არაფერი ვიცით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელმა ქვეყანამ იცოდეს, რა გაგვაჩნია, რა უფრო სასარგებლოა და რა არა. მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ მეტი გავიგოთ. ხომ ასეა? ასევე მივიწყებულია ზღვის სასარგებლო საკვები. ლიმას უზარმაზარ თევზის ბაზარზე დილის 5 საათია. აქედან მარაგდებიან რესტორნები, მაღაზიები და სასადილოები. მაგრამ ერთი თევზი ვერსად ვნახეთ, მორჩილი ხამსა. მიზეზი ის არის, რომ ისინი პირდაპირ დიდი თუ პატარა ნავებიდან ნაწილდება, რომ ფერმის ორაგულები და ქათმები გამოყვებონ. ძირითადად საზღვარგარეთ. პერუსთვის თევზაობის ინდუსტრია და გლობალური ვაჭრობა მომგებიანია. მაგრამ მეთევზეობის ყოფილი მინისტრის თქმით, ხამსას ნავებს შეეძლოთ პერუს ღარიბი მოსახლეობა გამოეკვებათ. დღემდე მსოფლიოს ეკოსისტემის შენარჩუნების ყველა მცდელობა უფრო სახმელოცო სახეობებზეა ფოკუსირებული, ვიდრე საზღვაო სახეობებზე, რაც ჩემი აზრით მომავლის მსოფლიო საკვების წყაროს წარმოადგენს. ხამსა მისი მაღალი ცხიმის შემცველობის გამო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სახეობაა. ყველგან ხვდება და ადამიანის მიერ გამოსაყენებლად საკმაოდ ეფექტურია. სულ მცირე ბიძგით ძველი მორჩილი ხამსაც ისეთივე პოპულარული გახდებოდა, როგორიც 21 საუკუნის ფერმის მორაგულია. ან კიდევ ერთი გზა არის იმ მეშვეობითად შეფებს დახმარება შეუძლიათ. ფლავიო სალარზანო რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით პაჩაკუტეკის გარეუბნის მზარეულების სკოლაში მიდის. უდაბნოს ქვიშაში ასობით 1000 ადამიანი ცხოვრობს. მათი შვილების მეხუთედი კი ანემიით დაავადებულია. ფლავიო ყოველთვიურ უფასო მასტერკლასს ასწავლის. ლიმას სხვა ცნობილი შეფებიც ეხმარებიან. უბნის ბავშვებს პროფესიონალ შეფებად ცვრთნიან და უკეთესი მზარეულობით ღარიბებს საკვების მიღებაში ეხმარებიან. ასეთი რამ უნდა ვამზადოთ. კაუსა, შემწვარი ჩარკიკანი, ნებისმიერი ფორმით გამოვიყენებთ. ხამსას მოხმარება უნდა წავახალისოთ. უდაბნოს მზარეულების სკოლაში ფლავიო გაკვეთილს მსოფლიოსთვის ადარებს. პერუ ძველი და მივიწყებული საკვების ქვეყანაა, რომელსაც არა მხოლოდ პერუს, არამედ იმ სხვა ქვეყნების გამოკვება შეუძლია, რომლებსაც გაცილებით დიდი და ხშირად ნაყოფიერი მიწებიც აქვთ. პერუ ლაბორატორიას გავს. მისი აღმოჩენები შეგიძლია მსოფლიოში გაავრცელო, სადაც გაცილებით მეტი მიწაა. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში კინოას და სხვა ანდური მარცვლეულობის მოხმარება გაიზრდება და ხალხის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. პერუს მოსავლის სიუხვის წყალობით მოსახლეობის სამომავლოდ საკმარისა და გემრიელად გამოკვების შესაძლებლობა შეუფასებელია. როგორც უკვე ადგილობრივი კარტოფილის რევოლუციამ დაგვანახა, ჩვენს ქვეყანას საკმარისი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ არა მხოლოდ თვითონ გამოიკვებოს, არამედ მსოფლიოშიც გასცეს. მაგრამ ეს რესურსები, ისევე როგორც ფერმერები, დიდი ხნის მანძილზე სათანადოდ ვერ ფასდებოდნენ. პერუ ტურისტული ქვეყანაა.
მისი მოსავლის ეგზოტიკური ნაირსახეობა სხვადასხვა ლანდშაფტს ირეკლავს. იქნება ეს მომაჯადოებელი მთები თუ ამაზონის ტყეები. ხალხი მიწას მჭიდროდ არის მიჯაჭვული. პერუს ბაზარზე ბუნებრივ ნაწარს ეთრფიან. ხალხი და ბუნება ერთმანეთთან ეკოლოგიური ურთიერთობას აყალიბებენ. ფერმის ცხოველები ოჯახის წევრები ვითხოვთ. სწორედ ამ ბიომრავალფეროვნების და უძველესი გობელინის შენარჩუნება სურთ შეფებს სამომავლოდ. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლია დაამუშავოთ მიწის მცირე ტერიტორია, სადაც რამდენიმე ათეული სახეობის კარტოფილს მოიყვანთ. წარმოიდგინეთ იმ ადგილის გეოგრაფია, რომ შეცვალოთ, სადაც მოსავლის უამრავი სახეობაა, რომლებიც ერთმანეთს მონოკროპულ ფერმერობაში ეხმარებიან. პერუს შეფები საკვების და ფერმერობის მომავალზე წარმოქმნილ გლობალურ ხედვას სულიან. ყველა გავლენიანს გასტონ აკურიოს შეფად მომუშავე პოლიტიკოს ეძახიან. გასტონი და ხავიერ მოგი გენეტიკურად მოდიფიცირებული მოსავლის ლეგალიზაციის საწინააღმდეგო პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩართულები და აცხადებენ, რომ ეს საჭირო არ არის. პრეზიდენტი დავარწმუნეთ, გენმოდიფიცირებული მოსავლის სასარგებლო გადასახადებისთვის ხელი არ მოეწერა. შეიძლება ითქვას, რომ ეს დასაწყისია. მიზანი მსოფლიოს მზარდი მოსახლეობის ბუნებრივი საკვებითა და ძველი ფერმერული გზებით გამოყვებაა. პერუს ცნობილი შეფებიც კი აღიარებენ, რომ მათი ოცნება შესაძლოა ერთადერთი გამოსავალი არ იყოს. ლიმას მეურნეობის უნივერსიტეტში ამბობენ, რომ სიახლეს ასე უბრალოდ ვერ უარყოფენ. ამ მაღალ ტექნოლოგიურ ლაბორატორიაში მიკრობიოლოგი დოქტორი მარსელ გუტიერსი ამბობს, რომ ძველი ბუნებრივი გზები კარგია, მაგრამ შედეგები არაფერს გვაძლევენ. პლანეტაზე მეურნეობების გაშენება თუ გსურს, მაშინ ორი დედამიწა დაგჭირდება. სწორედ ამ ზედაპირის დამუშავება იქნება საჭირო 2050 წელს მოსახლეობის გამოსაკვებად. ეს კი შეუძლებელია. ვერც ტყეებს შევამცირებთ. ამაზონს უნდა გავუფრთხილდეთ. ამიტომ საუკეთესო გამოსავალია მიწა უფრო ნაყოფიერი გავხადოთ. პასუხს კი სტუდენტები აქ იგებენ. მეცნიერება და ტექნოლოგია, რომელიც გენეტიკურად მოდიფიცირებულ ტრანსგენურ მოსავალს მოიცავს. იმაზე მეტი მოსავალი, რომლის მოცემაც მხოლოდ ბუნება შეუძლია. არ ვამბობთ, რომ თანამედროვე ბიოტექნოლოგია, რაც გენეტიკურ ინჟინერიას ნიშნავს, ერთადერთი გზაა. ვამბობთ, რომ გაცილებით რთულია. ამ ხელა მოსახლეობისთვის, რომელიც მალე 9 მილიარდს გადააჭარბებს და საკვების წარმოების 70%-იან ზრდას მოითხოვს. საკვების წყაროები ამ ტექნოლოგიის გარეშე უზრუნველყოთ. თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გარეშე ეს უბრალოდ შეუძლებელია. უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები საკუთარ ნაწარს მსყიდიან, ზოგჯერ ბუნებრივსაც. მსოფლიოს საკვებით მომარაგებისთვის ადგილობრივი ფერმერები ამ ტექნოლოგიის გამოყენების წინააღმდეგი არ არიან. ფიქრობ სისულელია ბიოტექნოლოგიას და გენმოდიფიცირებულ ფერმერობას ბუნებრივით დაუპირისპირდეთ და ვთქვათ, რომ ეს თეთრისა და შავის დაპირისპირებაა. ან ვთქვათ, რომ ბუნებრივი მეურნეობა წარსულში და სიღარიბეში დაბრუნებაა. ხოლო გენმოდიფიცირებული მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიის დიდი წინსვლაა. მოგვიწევს თუ არა მომავლის თაროების შესავსებად სიახლეს დავეყრდნოთ. მაშინ როცა მსოფლიო მოსახლეობა 9 მილიარდს გადააჭარბებს. თუ შეგვიძლია ძველზეც ვიყოთ დამოკიდებული. მსოფლიო უნივერსიტეტების კვლევები რას გვაჩვენებენ? უახლესი კვლევები გვაჩვენებენ, რომ დაბალი წარმოების ბუნებრივ ფერმერობას მსოფლიო მოსახლეობის გაცილებით მეტი ნაწილის გამოყვება შეუძლია, ვიდრე ვარაუდობდით. ეს მეცნიერული სფეროსთვის ამჟამად საკამათოა. მიზეზი, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, ის გახლავთ, რომ ამჟამად მოსახლეობის დიდ ნაწილს მაღალი წარმოების მოსავლით გვევავთ. ეს მდგომარეობა ხანგრძლივად ვერ შენარჩუნდება, რადგან ისეთ წიაღისეულ საწვავს ეფუძნება, რომელიც ამოიწურება ან დროთა განმავლობაში გაძვირდება, რაც ახლაც ხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მასგავის ფერმერობა გავზარდოთ, რადგან მეწარმე დიდ
მოგებას მაღალი წარმოებით კი ვეღარ ნახავს. არამედ უბრალოდ საკმარისად მაღალი წარმოებით, რომლითაც მსოფლიოს მოსახლეობის განსაკუთრებით ადგილობრივების ან სპეციალური ბაზრობების გამოყვებას მოახერხებს. ლიმაში ადამიანებს სუპერმარკეტები კვებავენ და არა სუპერშეფები. ნუ თუ მომავალში წარმოების დაბალი ოდენობა, მაგრამ მაღალი გემოვნების საკვები გვექნება. ლიმას შეფების მხარდამჭერები ეთანხმებიან იმას, რომ ნამდვილი გამოწვევა საკვების უფრო ჭკვიანურად გამოყენება. სიმართლე ის გახლავთ, რომ ჩვენი პლანეტა ამჟამინდელი სამეურნეო საქმიანობით საკმარის აწარმოებს და შიმშილი საკვების ნაკლებობის კი არა, არამედ საკვების ცუდი განაწილების გამო ხდება. ასევე ბევრ ადამიანს საკვების მოხმარებისადმი არასათანადო მიდგომა აქვს. მთელ ქალაქში პერუს ადგილობრივი კარტოფილის ფესტივალი ტარდება. პერუს შეტყობინების გასავრცელებლად კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა. მომავლის გამოყვება ფერმერებთან კარგ თანამშრომლობას ნიშნავს. ჩვენ როგორც შეფები პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ჩვენი ვალია დავსუნდეთ, რომ ამ ჯაჭვში ჩართულებსაც იგივე სარგებელი, შესაძლებლობა და წარმატება აქვთ როგორც ჩვენ. ადგილობრივი ალიანსი გლობალური მიზნები. სოფლიოს მესამე უდიდეს სამეურნეო ნაწარმს, კარტოფილს, გაცილებით მეტის გამოყვება შეუძლია. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ალიანსის დამტკიცებაა. ეს ალიანსი დავამტკიცოთ ნდობის, მიდგომის და ფასეულობების საფუძველზე ფერმერებსა და შეფებს შორის. პერუელ ფერმერებს, პერუელი და მთელი პლანეტის მოსახლეობის გამოყვება შეუძლიათ. მსოფლიომ რომ პერუს მოდელის აღება შეძლოს და დანარჩენი მსოფლიოს ადამიანებიც ისევე დაინტერესდნენ საკვებით, საკუთარი ისტორიითა და სამზარეულოთი, როგორც პერუელები, ეს მათთვის მცირე მეურნეობისა და მცირე ფერმერებისთვის ახალ შესაძლებლობებს მოიტანდა. მცირე ფერმერები მომავალს მდგრადი მეურნეობით გამოყვებავენ, მაგრამ ფასების მუდმივი ზრდით და მსოფლიო შიმშილით იქნებ ეს ზედმეტი რისკია. მომავლის ფერმერობა სხვადასხვა ტრაექტორია აქვს. ერთ-ერთი გლობალური მიდგომაა, რათა ადამიანები ბიომრავალფეროვნების ნაწილი იყვნენ, იმ ნაწილისა, რომელიც რთულ და კარგ საკვებს აწარმოებს. მაგრამ მეორე მხრივ, მომავალში შესაძლოა მძიმე მეურნეობის წარმოება დაიწყონ. ამისგან თავის დახსევა რთულია, რადგან მსოფლიოს ამ რაოდენობის მოსახლეობისთვის გაცილებით მეტი საკვების წარმოება იქნება შესაძლებელი. შეფი გასტონ აკურიო ეთანხმება. პერუს დიდი და მცირე ფერმერების ურთიერთ თანამშრომლობა შესაძლო პლანეტის გამოყვების მოდელი იყოს. მოდელი შთაგონებული პატრიოტიზმით, სარგებლითა და კარტოფილით. ინტეგრაციის მჯერა. შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ პროცესში, სადაც საკუთარ თავებს დავარწმუნებთ, რომ მომავალზე პასუხისმგებელნი ვართ. სწორედ ამ ბალანსით, მცირე ფერმერობის საშუალო და დიდი მეურნეობასთან ჰარმონიით გახდება პერუ ლამაზი მსოფლიოს გამოყვების ძალა. ძველი საკვები ახალი გზებით. ეს პერუს მომავლის საკვების ოცნებაა. ფილმის დასასრული გახმოუნებულია სანო სტუდიის მიერ.